გურიანთის საჯარო სკოლაში მწერალ მერაბ შათირიშვილთან შეხვედრა შედგა. შეხვედრა სკოლის წიგნის კლუბ თავისუფალი მკითხველის მიერ იყო ორგანიზებული. მწერალი კლუბის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს საკუთარ წიგნზე, ანატორზე და იმ ნამდვილ ისტორიაზე ესაუბრა, რომელიც წიგნს საფუძვლად უდევს და რომლის მთავარი არსი ქვეყნისთვის თავდადება, მომავალ თაობებზე ზრუნვა და სიყვარულია. შეხვედრის ინიციატორი, რომელიც საკმაოდ სასიამოვნო და საინტერესო წარიმართა, ელენე ფასიეშვილია. პედაგოგმა ლიზა მომჯერიამ კი გურიანთის და ციხისფერდის სკოლების მოსწავლეებთან ერთად რომანის შესახებ მხატვრული კომპოზიცია მოამზადა. გურიანთის საჯარო სკოლის წიგნის კლუბი თავისუფალი მკითხველი 4 წლის წინ ელენე ფასიაშვილისა და მარიამ ტოტოჩავას ინიციატივით დაფუძნდა. კლუბი TBC ბანკის სტიპენდიანტია. კლუბისვე ინიციატივით და მისი წევრების შრომის შედეგად 800 წიგნით შეივსო სკოლის ბიბლიოთეკაც. კლუბი ხშირად მართავს შეხვედრებს ცნობილ და საყვარელ ავტორებთან. წერალი მლოცველია, სასოვარია ამ მიწისა და ცისა, ამ მზისა და სიცოცხლისა. წერლობა, იდია ხატვა, ძერწვა, ქმნადობა, წინაპართ სულის, წვა და ობლობა. ანატოლის ასეთი კომპოზიციურად შემკობა, მე არ ვიცი ახლა, რომელმა რეჟისორმა იმუშავა, ასე და ეგ პასაჟები იყო, ალბათ აისხას ჩვენი ქართული სინამდვილე, წარსული, ტრადიციები, ჩვენი სარწმუნოება და მით ერთი რაღაც უთხრა ახალგაზრდებს, მხოლოდ რომ ადამიანი როცა მოხვედი ამ ქვეყნებში, მხოლოდ უნდა გიყვარდეს. სხვა ალტერნატივა არ არსებობს.